რა არის თმის ტურნიკეტი, ანუ თმის ლახტი? ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. თმის ტურნიკეტის დროს შესაძლებელია თმის ერთი ღერი ან რამოდენიმე ღერი წარზიდულ ნაწილებზე, კონკრეტულად თითებზე ან გენიტალიებზე შემოეხვიოს ბავშვს და ამ დროს განვითარდეს სისხლის მიმოქცევის პრობლემა, რამაც შეიძლება ქსოვილები დააზიანოს. მისი სიხშირე 1%-ზე ნაკლებია და ყველაზე ხშირად გვხვდება ჩვილთა ასაკში, თუმცა შეიძლება მოზრდილებში შეგვხვდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძირითადად ეს სასქესო ორგანოზე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა იშვიათად გვხვდება, თუ თქვენს ბავშვს აწუხებს რაღაც უცბად ტირილი, არ წყნარდება, აჟიტირებულია ზედმეტად, მაინც ყველა მშობელს გირჩევთ, რომ შეამოწმოთ თითები, გენიტალიები, რომ არ გამოგჩეს ეს პრობლემა. თუ ამ პრობლემას აღმოაჩენთ, რა თქმა უნდა, ექიმთან უნდა მიიყვანოთ მაშინვე, რომ პროფესიონალურად, ასე ვთქვათ, მოვაშოროთ ეს ტურნიკეტი და აღვადგინოთ სისხლის მიმოქცევა კონკრეტულ ორგანომდე. დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა. კარგად.